საღამოშვიდობის, ეკა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა რომ მომიწვიეთ. ბევრ რამეს მინდა შევეხო, იმიტომ რომ შენს გარშემო ძალიან ბევრი ამბავია, რომელიც მეც და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს. არ ვიცი, რამდენად ტრადიციულია ეს შეკითხვა, მაგრამ მინდა დავიწყო აი პირველი პეპლები მუცელში სცენის მიმართ. აი, მე აღარც კი მახსოვს, მე მგონი. სცენის მიმართ სულ პირველი პეპლები მუცელში იყო, როცა ვიყავი ძალიან პატარა. და იყო 90-იანი წლები. მქონდა სიცხე, ავად ვიყავი რა, ეგ მახსოვს, აი ბუნდოვნად მახსოვს ოღონდ. დედაჩემმა წამიყვანა, აი რაღაც უცებ დაინიშნა კავკასიური ცარცის წრე და წამიყვანა, რომ ეს სპექტაკლი მენახა. მაშინ მივხვდი, რომ აი იმ რაღაც სიბნელეში, როცა არაფერი არ ხდებოდა, რაღაცნაირი იყო რა, უცბად ნახე რაღაც ისეთი ჯადოსნური სამყარო, რომელიც ისეთ რამეებზე ლაპარაკობდა, ისეთი ფორმით, რომ მივხვდი, რომ ამის გარეშე მეცხოვრება აღარ მინდა. ნუ ესე მოყოლით ვიცი, რომ ძალიან პატარა რო ვიყავი, ოპერაში წამიყვანა დედაჩემმა მაგნატუნაზე და მას მე ვიძახდი, რომ ბარელინა უნდა გამოვიდეთკო, მაგრამ ეს მე არ მახსოვს. მე მახსოვს აი ეს კავკასიური ცარცის წრეზე რო ვიყავით. ეს რაღაცნაირად სულ იყო ტვინში, რომ ეს თეატრის ჯადოსნური სამყარო და ეს კინოს რაღაცა არარსებული სხვა სამყარო, რომელიც არსებობს თან, მაგრამ სინამდვილეში არ არის, სულ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. და მე რაღაცნაირად არც კი მახსოვს როგორ გადავწყვიტე, რომ გამხდარიყავი მსახიობი, რასაც არ ელოდა ჩემი ოჯახი, მაგრამ წინააღმდეგ არ მქონია ნამდვილად. პირველი პეპლები იყო, როცა ჯერ კიდე სტუდენტი ვიყავი და როცა მე თვითონ დავდექი სცენაზე, პატარა ეპიზოდებში, რაღაც გადასვლებში და რაღაცებში ჩვენმა პედაგოგმა გოგი მარგველაშვილმა წაგვიყვანა და მაშინ ქონდა ჯულიეტა და რომეოს თამაშობდნენ თუმანიშვილის თეატრში და მაშინ დავდგი პირველად პროფესიული თეატრის სცენაზე ფეხი და არაფერს არ ვაკეთებდი სპექტაკლში, რაღაც უნდა გამევლო და ისევ ნერვიულობდი ოღონდ. რომ აი ეგ რაღაცა პანიკა და კანკალი და რაღაც რატომ ნერვიულობდი, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ამაო ჩვენოს ხელები ჩაკიდებული მე და ჩემ მეგო. ნუ აი ეგ რაღაც საგიჟეთი მახსოვს. ალბათ გავს ჩვენ შემთხვევაში პირველ პირდაპირ ჩართვას შემთხვევის ადგილი. პეპლებიც მქონია. პირველად რო პირდაპირ ეთერში დავჯექი, ვაი მე ეგეც ძალიან არ იყო სხვათა შორის ადვილი, ძალიან რთული იყო. მახსოვს რომ პირველად რომ აი დილის გადაცემაში რომ დავჯექი ეთერში, ეთერი რომ მორჩა ლოყები მткиოდა იმის გამო რომ აი ამ ესეთი გაღიმებული ვიჯექი და აი ამ დაძაბულობის გამო მიკანკალებ და ყველაფერი სახეს ვერ ვასწორებ. რა არის რა ყველაზე მთავარი რომ თეატრს აქ ეგრა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ეგ პეპლები მუცელში ყოველი პრემიერის წინ გაქვს. და საერთოდ არ არის უფრო ნაკლები პეპელა პირიქით. იმ რაღაც ისტორიულ ნერვიულობას აბიჯებს, სადღაც სწავლობ, ეგ როგორ უნდა მართო, მაგრამ რაც უფრო მეტ, ნუ ჩემ შემთხვევაში ესეა. რაც უფრო მეტ სპექტაკლს თამაშობ და უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, უფრო მეტად ხვდები რამდენად უძიროა და რამხელა სიღრმე აქვს ამ ყველაფერს. ეს ბუდე თუ გამოილია, გამოდის რომ მაშინ ინტერესიც ორჩა ყველაფერი კი. შენი პირველი ესეთი როლი რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა შენში, იმიტომ რომ სამ ან მაგალითად კინო სახეც ხარ, თეატრის და სცენის სახეც ხარ და ნუ ტელევიზიაში შენ თავად ახსენე და მოგვიანებით ვისაუბროთ, ეს გამოცდილებაც გაქვს. მაგრამ მოდი ჯერ ისევ დავრჩეთ სცენაზე პირველი ესეთი სერიოზული როლი და რა გარდატეხები უკავშირდება ამ როლს. ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მართლა არ მგონია რომ არსებობდეს მსახიობი, ვინც არ გიждდება ყველა თავის პერსონაჟზე და ნათამაშებ როლზე, მაგრამ აი მნიშვნელოვანი რომელმაც მართლა ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა როგორც მსახიობში, როგორც ადამიანში და თან რაღაც ეგრე გამოვიდა რომ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება იყო მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრში, რომეო და ჯულიეტა იყო ესეც. აღარ ცოტა სხვანაირად ქონდა სათავე. მიხეილ მარმარინოსი არის ბერძენი რეჟისორი, რომელიც ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი, რომ ვნახე გიფტსა ფესტივალზე მისი სპექტაკლი აქ თბილისში და ისეთ შოკში ჩავარდი, ანუ აღმოვაჩინე კიდევ სულ სხვანაირი თეატრი, რომელიც მივხვდი, რომ აი ეგ არის ჩემი თეატრი და ეს არის ჩემი სახლი და ეს მომწონს და ეს თეატრი მინდა და თუ ამბობდი, რომ აი თუ ვინმე ოდესმე მკითხავს ვინ არის შენი საოცნებო რეჟისორი, ვისთან გინდა მუშაობა, ეს არის მიხეილ მარმარინოსი და ერთშვენიერ დღეს აღმოვაჩინე რომ თუმანიშვილის თეატრში არის კასტინგი და მიხეილ მარმარინოსი დგავს აქ სპექტაკლს და
მისული ვიყავი უბრალოდ მეგობრების ანახავად და უცებ შემხვდა და უცებ გამაცნეს და უცებ ველაპარაკი ამ კაცს და თან აი შოკში ვიყავი არ მჯეროდა მე თვითონაც რაც ხდებოდა და ესე მითხრა რაღაც ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ და მითხრა რომ სანამ კასტინგზე მოხვალო უკვე მინდა რაღაც შემოგთავაზო და თუ იქნები ჩემი ასისტენტიო და აი მათ ანუ აი ეგეთი რაღაცები მართლა არ ვიცი, აი არსაიდან უცებ ხდება მართლა ცხოვრებაში, რომ აი ბევრი წლის ოცნება, რომელიც მეგონა აუხდენელი ოცნება, უცბად ეგერ აღმაშენებლის გამზერზე ახდა 2 წამში. გარდა იმისა, რომ პროფესიულად იყო ეს უზარმაზარი ნახტომი, იმიტომ რომ გარდა მსახიობიც ხო ვიყავი და ასისტენტიც ვიყავი და კიდევ სულ სხვა მხრიდან ვიმუშავე ამ მიხეილთან ერთად და უდიდესი სკოლა იყო მართლა 3 თვე ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე და არ ვიცი ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი 3 თვე იყო. მაგის გარდა ძალიან გამზარდა როგორც ადამიანი და როგორც ქალი და რაღაცნაირი ადამიანია ეს. ის თამაშობდით. იქ არ იყო ესე, ყველა თამაშობდა ყველას. ეს იყო რაღაც მესამე მეხსიერება, ქვიათ ხრობის ამ ფორმას, როდესაც ჩვენ მსახიობები ვყვებით ამბავს მესამე პირში, რომ აი აქ ესე მოხდა და რაღაც მომენტებში, როცა ციტატას ვამბობთ პირველ პირში, იმ მომენტში ხდება ის პერსონაჟი, ხან რომეო ხარ, ხან ჯულიეტა ხარ, ხან მერკუციო ხარ, ხან ის და ნუ ამით არის ძალიან საინტერესო მეთოდი და ეს თვითონ მიხეილის მეთოდია მუშაობის. ერთხელ მითხრა მიხეილმა, რომ შენო ძალიან შიშარა ხო არა ხარო და მეთქი რავი კი და კაიო შიშარა ხარო და მაგრამ დაიმახსოვრა ერთი რამეო, რისიც ყველაზე მეტად შეგეშინდება ხოლმე, დააკვირდიო მაგას რისი გეშინიაო, რისიც ყველაზე მეტად შეგეშინდებაო, შეეცადეო, რომ ეგ გააკეთო ზუსტად. კი, ეგ მეთოდი ძალიან ამართლა. და მივხვდი, რომ მაგან მართლა ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩემ ცხოვრებაში რა. ხშირად არ გამომდის, იმიტომ რომ შიში მაინც ოხერია. მაგრამ ხო აი როგორც კი ამას შეძლებს გარკვეულწილად პასუხის მგებლობაა შიშიც ხო და შიშთან თავარი ინსტინქტია ადამიანის. ცხადია. მსახიობი ამთავრებს განვითარებას დგება მომენტი რომ თითქოს შენ უკვე ყველაფერი იცი თუ ყოველი ახალი როლი კიდევ ახალ აი რაღაცნაირად იმას ნიშნავს რომ აი კიდევ ახალ შენ თავს აღმოაჩენ ამ როლის შემდეგ სულ ვითარდები თუ დგება რაღაცნაირად მომენტი რომ უკვე რაღაც თავისუფლად ცურავ. ეგ მომენტი დგება რა თქმა უნდა და მან თავდება ყველაფერი ჩემი აზრით. თავისუფლად წინასთან შედარებით თავისუფლად ცურვა ხდება ყოველ შემდეგ ახალ პროექტზე და ახალ როლზე როცა მუშაობ, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე არ აქვს ამას ზღვარი, ანუ ეს არის ამოუწურავი სამყარო და ამოუწურავი, აი რაღაცა არ არსებობს, რომ აი მორჩამე ყველაფერი ვიცი. ვერასოდეს ვერ გეცოდინება ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირი სივრცე, სადაც არარსებული ამბები ხდება ნამდვილი. და ამას ვიჯერებთ ჩვენც მსახიობებიც, მაყურებლებიც, ამაზე ვთანხმდებით, ხდება ემოციების გაცვლა, ხდება გამოცდილებების მიღება და ხდება ერთმანეთთან კომუნიკაცია ისეთ შრეზე, რაც ანუ მარტო ინფორმაციის გაცვლა კი არ არის, ემოციურ დონეზე შეხება ხდება მსახიობსა და მაყურებელს შორის და მსახიობსა და პერსონაჟს შორის ყველაზე დიდი. ეს თავისთავად. მსახიობი მაინც მედიუმია, რომ რაღაცა ვიღაცის ცხოვრება მოიტანოს შენამდე და მე და შენ სპექტაკლის მიმდინარეობის დროს უნდა შევთანხმდეთ, რომ აი ეს ამბავი მოხდა და შენ შეიძლება გაბრაზდე, არ გაბრაზდე, მოგეწონოს, ან არ მოგეწონოს, მაგრამ აი ეს ურთიერთობა, აი ეს იყო ზუსტად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მარმარინოსი ესე მუშაობს, რომ მეოთხე კედელის პრინციპი იქ არ არის. იქ არის აქ და ახლა და სულ გაქვს მაყურებელთან კომუნიკაცია და პირდაპირ თვალებში უყურებ თითო მაყურებელს, აი ესე ირჩევ და უყურებ თვალებში და ეს არ არის ადვილი, ეს არის ურთულესი რამე, იმიტომ რომ რაღაც დროის მერე ის მაყურებელი ვარდება უხერხულ მდგომარეობაში, ეს გაგდებს შენც უხერხულ მდგომარეობაში და მე ამის გადალახვა ხდება, ანუ ისეთ ახლო ურთიერთობაში შედიხარ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ იცნობ, არც ის არ გიცნობს, აი რაღაც ძალიან ინტიმური ხდება იქაურობა რა და აქ როგორ შეიძლება რომ ამოწურო რამე აი ესეთ გარემოში არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია და არასდროს არ მომაწურინოს აი, როცა შენ პარტერში ზიხარ, შენ როდესაც მაყურებელი ხარ, მაშინ რა განწყობით უყურებ სცენას და იმას, რაც სცენაზე ხდება. აი, მე ძალიან რთული მაყურებელი ვარ, როცა ფილმს უყურებ და სპექტაკლსაც, იმიტომ რომ ჯერთი, ნუ ხშირ შემთხვევაში ახლა მაინც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ პატარა ეს ქალაქი და თითქმის ყველგან ყოველთვის ვიღაც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი თამაშობს, სადაც არ უნდა წავიდე და
ძალიან ნერვიულობ ხოლმე, კიდევ უფრო მეტად ვიდრე სცენაზე მდგომი ადამიანები. აი არ ვიცი, რაღაც უცნაური განცდა არის, იმიტომ რომ მე ხო ვიცი ეს რა არის და მე ხო ვიცი ეს რა შრომაა და მე ხო ვიცი ეს რა გამოცდილებაა, როგორ ხდება და ანუ ამიტომ ვერასოდეს ვერ ვარ მაყურებელი. აი რაღაც სულ სუბიექტური ვარ, სულ ჩართული ვარ, სულ რაღაცეებზე ვფიქრობ, აი ძალიან იშვიათად ყოფილა რომ მოახერხა სპექტაკლმა, რომ აი გამთიშოს მაქედან და გავხდე მაყურებელი. ძალიან ცოტა სპექტაკლი ყოფილა ეგეთი და ნუ აი ფილმსაც რო უყურებ, ნიშნულობა არ აქვს, ქართული არა, ნებისმიერ უცხოურ ფილმსაც რო უყურებ, აი მაინც რაღაცნაირად შიგნიდან ვუყურებ ხოლმე რა და იშვიათად არის რომ აი ისე მithრევს ამბავი და ყველაფერი, რომ აი მაქედან ვითიშები და როგორც მაყურებელი ეგრე კინოს უყურებ და ეგ ძალიან დიდი სიამოვნება. ნამდვილად, თუ შეძლო სპექტაკლმა ამ ფილმმა რომ მაგ ნეტარებაში ჩაგაგდოს, ნამდვილად. აი მაგალითად ადამიანები ხო ჩვენი თავიდან გამოვდივართ, როცა შეგრძნებებზე გვინდა ვიკითხოთ და მე როდესაც წერ ხოლმე იმ პერსონაჟებში, ვიზეც წერ ის პერსონაჟი დიდი ხნით რჩები და ეს ძალიან შემაწუხებელია და ვერ ვეშვებია იმ პერსონაჟს, რომელიც შევქმენი და ნუ ძალიან დიდი დრო მჭირდება მენტალურად, ძალიან ქუცმაცდები და მე რაღაცნაირად თავს ვანებებ. უფრო მეტად რთულია მსახიობისთვის, ერთ დღეს იყო ანა, მეორე დღეს ასე შემდეგ, შეიგრძნო, შეხვიდე, შეცხოვრდე ამ პერსონაჟში და როგორ ხარ, აი რაღაცა უფრო არ ვიცი როგორ შეიძლება გვითხრა, მაგრამ აი მაქსიმალურად ნატურალურად გითხარი, ან შეყრა როგორ ხდება შენი და პერსონაჟის, ან მერე განშორება თქვენი. ეგ არის ალბათ ყველაზე უფრო ძვირფასი და ყველაზე უფრო რთული რამე ამ პროფესიისთან რა. გააჩნია ყველა რაღაც თავისებურად უდგება, არსებობს ეგეთი წინადადებაც, რომ როლში ხო არ დარჩით რაღაც. მე მაგის არ მჯერა, მაგრამ გააჩნია როგორ მუშაობ და ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს როლზე მუშაობის. თუმცა რაღაც ამ პერსონაჟის გადაქცევას ჩემთვის ბევრი დრო მეაქვს. ანუ აი რაღაც დრო მჭირდება რა, ჯერ იწყება რომ ფიქრობ და სულ თავშია. მექანიკურად არა, სხვა რაღაცას აკეთებ, ვიღაცას ესაუბრები, მნიშვნელობა არ აქვს, ის სულ იქ არის და ჯერ უნდა დაიმსგავსო შენ, უნდა გავდეს შენ. ხო, აი არ იცი რა, უფრო მეტად მე მაინც უფრო მეტად ვაკვირდები ხოლმე აი რაღაც გრძნობათა ბუნებას, რომ და მდგომარეობებს, რომ აი რა დაემართა, რა ჭირს ეს, რა ტოქნა და მე აი როცა ზუსტად არასოდეს არის, მაგრამ აი სადღაც სხეულით და რაღაცნაირად აი შეგრძნების დონეზე რომ ვიგრძნობ ხოლმე რომ აი მგონი აქ არის. მე ეს ალაგებს თვითონ ფიზიკასაც, ლაპარაკსაც, მიხურა-მოხრასაც, ჩაცმასაც, აი რაღაცნაირად თავისთავად ხდება. რა თქმა უნდა, ამასაც აქცევ ყურადღებას, მაგრამ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა რა, ჯერ ვცდილობ რომ ის მდგომარეობა ვიპოვო, სად არის. ჯერ რას ვცდილობ რომ ვიპოვო, რატო არის და ამას მე მოყვება როგორ. თუ მე არ ვიცი ეს რა, ამ როგორც ვერ ვშვები ხოლმე და ძალიან მიჭირს პირიქით. ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი მსახიობია, რომ პირიქით მუშაობენ. რომ ჯერ გარეგნული წარმოიდგენენ როგორ შეიძლება იქცეოდეს და ამ ქცევით მე პოულობენ ამ მდგომარეობას. ესეც ხო, ეს ძალიან ინდივიდუალურია. კი, რა თქმა უნდა. აი განშორება როგორ არის თქვენი და პერსონაჟის? თვითონ უშუალოდ რეპეტიციებზეც და გადაღებებზეც ძალიან მარტივად რა. მაგალითად ნინო ბასილია მეუბნებოდა ხოლმე ანას რო ვიღებდით, საკმაოდ ისეთი მძიმე და დრამატული ამბავია ეს ანას ცხოვრება და ეკრე როგორ შვებიო, ანუ აი ჩართულია, გამართულია, ამას რანაირად. მე არ ვიცი ეგ როგორ ხდება, რაღაც მართლა წამებში არის ხოლმე რა, უცბად იმაშვები რა, იმიტომ რომ რაღაც ბევრი წლის მერე რაღაც გამოცდილების მერე მივხვდი რომ რაც უფრო დიდხანს ვემზადები და ამას რაღაც აი იმას ვაძლევ, უფრო მეტად არ გამომდის და მე მივხვდი, იმიტომ რომ ვიღლები ამ მომზადების პროცესში რა. ანუ სადღაც შიგნით სულ არის, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას და ის საჭირო მომენტში უცებ გამოუშვებ ხოლმე რა. მაგრამ აი განშორებას რაც შეეხება, ესე იმ მომენტში უშუალოდ მუშაობის პროცესში სწრაფად ხდება ეგ, მაგრამ როცა პროექტი მთავრდება და ამას დიდი ხნის მერე მივხვდი, რაღაცნაირი კატასტროფული სიცარიელის და დაღლის, ნუ ფიზიკურადაც დაღლილი ხარ ხა გადაღებების პროცესი და არც რეპეტიციო პროცესი არ არის მარტივი ფიზიკურად. მაგრამ მე მივხვდი ეგეთ რამეს, რომ იმ ემოციებს შენ გადიხარ ყოველ ჯერზე, ყოველი სცენის დროს, ყოველი რეპეტიციის დროს, ყოველი სპექტაკლის დროს, ანუ იმ ამბავს თავიდან ბოლომდე ცდილობ რომ იგრძნობ
კი ნამდვილი არ არის, მაგრამ შენ ქიმიურ დონეზე იწვევ ამ ემოციებს, ქიმიურ დონეზე იწვევ ნეგატიურს, რაც გამოდის, რომ იწვევ კორტიზოლის მომატებას ორგანიზმში და ამით მე რაღაცნაირად ეს იწვევს იმას, რომ ბუნებრივად ითამაშო და არ იყოს ხელოვნური და არ იყოს ყალბი. შესაბამისად ეს პროექტი უკვე რომ მთავრდება და დრო რო გადის, აი თითქოს ის არის რა რაღაც ეგ ტრამვები და სტრესები გაქვს მართლა გადატანილი. შენ ცხოვრებაში არ მომხდარა, მაგრამ ემოციურად ხარ გამოფიტული და ეს არის ხოლმე რთული და ცოტა აი რაღაც ნაბახუსებს გავს ხოლმე. ჩემთვის აი ემოციური გამოფიტვა, რომ აი არაფერი არ შეგიძლია და გაჩერებული იყო. აი თქვენ თავად ახსენეთ ანას ცხოვრება და ანას პერსონაჟი, ჩემი კომპლიმენტი მიიღეთ, ძალიან კარგად იგეცით ანად. თვითონ ანას პერსონაჟის რომ ტრამვები არ დაეტოვებინა შეუძლებელია, იმიტომ რომ საკმაოდ დრამატულია თვითონ სცენარი, ფილმი და ამ ანას ცხოვრება ნამდვილად არის რაღაცა უზარმაზარი გუდა, რომელიც ატარებლად ძალიან რთულია. და კონკრეტულად აი ანაზე მინდოდა რომ მეკითხა რამდენად აი რა ემოციები გაეცით ანასთვის და ანამ მე რა ემოციები დაგიტოვათ, როცა დასრულდა პროექტი. ანა მართლა ისე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. იმიტომ რომ სულ პირველად მახსოვს ნინომ რომ დამირეკა რაღაც კასტინგი ჩავწერე და მე მითხრა რომ ნუ აი ძალიან მინდოდა შენთან მუშაობა. მაგრამ მაგ აბსურდში ვართ ხოლმე ისე მსახიობები რომლებსაც სერიალების გამოცდილება გვაქვს, რომ აი თან ნატაშკა რომ ნახე მაგიტო მომეწონეო, მაგრამ თან მაინც სერიალში რო ხარ, თან პარალელურად ხდებოდა ეგ ჩემი ცოლის და ქალების და თავიდან მოკლედ მითხრა არაო და ნუ არა პირველი არ ყოფილა ეგ არა და გადაღებებამდე მე მგონი 6 დღით ადრე დამირეკა რომ რა სისულელე გითხარიო, ანუ მე უმინდაო რომ შენთან მიმუშავა და ნუ მეც ძალიან გამიხარდა. ეგ იყო ჩემი პირველი მხატვრული ფილმი და 27 დღე გქონდა გადაღებები, 27-ვე დღე მე ვიყავი გადაღებაზე. დილის 6 საათიდან ყოველ დღე. და ყველა სცენაში. მართლა მახსოვს როგორც ერთი დიდი ნისლი ეგ გადაღებების პროცესი. ანუ აი იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური იყო, მართლა ერთი სცენაც არ არის, სადაც აი პატარა ეპიზოდებია, სადაც მოდუნებულია ეს გოგო და თან გამოცდილებაც არ მქონდა, არც ენერგია ვიცოდი როგორ უნდა გადამენაწილებინა, ანუ აი მან ვისწავლე რეალურად მხატვრულ ფილმზე, როდესაც ხანგრძლივად გადაღებები და ინტენსიური ეს, როგორ უნდა მოიქცე სინამდვილეში იმისთვის, რომ არ გადაიწვა და შეძლო ბოლომდე ამ ყველაფრის გაკეთება და სად დაზოგო თავი, სად არ დაზოგო თავი, ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ესეც რაღაც გამოცდილება ჭირდება ამასაც, რომ ისწავლო შენ როგორ შეგიძლია რომ იყოს შენი თავის საუკეთესო ვერსია და პროდუქტიული. ხო და მახსოვს ძალიან ბურუსივით და მე ეგ ბურუსიც რომ მორჩა, კიდევ უფრო დიდი ბურუსი იყო რაღაც პერიოდი. რამდენიმე თვე და მაშინ ვერ ხვდებოდი, მაშინ უბრალოდ მეგონა რომ ცუდად ვარ და რაღაც, მაგრამ ნუ მე ნელ-ნელა რაღაც ვარჯიში დავიწყე, ველოსიპედით სიარული დავიწყე რაღაცა და მე ნელ-ნელა რომ გაიარა ამ ბურუსმა და მზემ გამოანათა და რომ დავფიქრდი და გადავახვე უკან და გავაანალიზე, მე მივხვდი რომ თურმე ეს ყველაფერი რა იყო, მაგრამ პირველად რომ ნახე ფილმი ისე არ მომეწონა. არ მოგეწონათ. არაფერი არ მომეწონა. წავედი კლუბში და ერთი 4 საათი ვტიროდი და ვცეკვავდი დესპორზე. ძალიან შოქში ვიყავი რა, იმიტომ რომ ნუ ეგ პირველი გამოცდილება იყო ჩემი, რომ ახლა სერიალს მაინც ნახულობ პარალელურად და დაახლოებით იცი რა არის და ფილმი არის რომ შენ რაღაც შენ კინოს უყურებ ტვინში და მე უცებ უყურებ სხვა კინოს და აი ძალიან იშვიათად რაღაცები შეიძლება დაემთხოს, მაგრამ მაინც შენი წარმოდგენა და რეალური ფილმი როგორც მე დამონტაჟებულს უყურებ არ გავს ერთმანეთს და როდის მოგეწონათ თუ ისევ არ მოგწონთ ანა? არასდროს არ შემიძლია ჩემი თავის ყურება. და ნუ აი ეხა ბოლო დროს მივხვდი რომ ეგ არ შეიძლება მაგის გაკეთება რა, უნდა ნახო ყოველთვის და დაფიქრდე და ისწავლო და რაღაც ის არის რა ცოტა გეშინია, იმიტომ რომ არ მოგწონს რაღაცები გინდა რომ შეცვალო და ვერ ცვლი როცა კინოს უყურებ და ეგ ძალიან საშიშია. მაგრამ ნუ ეხა შემიძლია რომ რაღაც დრო უნდა გავიდეს. აი როცა ახალია პროექტია, ანუ პროცესში თუ არანახალი დამთავრებულია ძალიან მიჭერს. რაღაც დრო თუ გავადავ დისტანცირდი და სხვა რამეზე გადავერთე, მე შემიძლია რომ უყურე. ძალიან ჯერ კიდე პირადული როცა არის, მაგ დროს მიჭერს ხოლმე ძალიან. სცენა, სერიალი თუ კინო, ესე კი არ მინდა ვიკითხო, მაგრამ მაინც თქვენთვის ესე რომ დავახარისხოთ, როგორ მიდის რიგითობითად, სად არის
უფრო ჭარბი და ნამდვილი ემოციები. სამივე. მე ვფიქრობ, რომ მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში თეატრის არსებობაც და კინოს არსებობაც, იმიტომ რომ სხვადასხვა რამეზე მუშაობს კინო და თეატრი. თეატრი გეხმარება იმაში, რომ იყო ბევრად უფრო თამამი, შეგეძლოს უფრო რადიკალური იყო, შეგეძლოს ხმამაღლა ითამაშო, შეგეძლოს ფიზიკურად ითამაშო და ეს გეხმარება ფიზიკურად გახსნაში, ეს ეხმარება შენი ფანტაზიის განვითარებას, გეხმარება ბევრი სხვადასხვა ჟანრი ითამაშო და ეს თან სულ ხდებოდეს და რეპეტიციების დროს მუშაობდა, საკუთარ თავში აღმოაჩენა. ანუ აი ამ მიმართულებით თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი არის მსახიობისთვის, რომ იყო ფორმაში, სხეული, გრძნობათა ბუნება, ტვინი, მომართული გქონდეს და იყოს პლასტიკური და რბილი, რომ ადვილად მუშაობდა რა. კინო გეხმარება იმაში, რომ ეპიზოდებად დაყო, როგორც წესი ეგრე ხდება, რომ არასოდეს ქრონოლოგიურად გადაღებები არ მიდის, შეიძლება ფინალური სცენით დაიწყო, მერე გადმოხტე აქეთ, გადახტე იქეთ და ბევრი მსახიობისთვის ეგ ძალიან შემაწუხებელია და არის მართლა. მაგრამ ჩემთვის რაღაც მაგას კიდე ცალკე მუღამი აქვს რა, იმიტომ რომ არარსებულ ისტორიას ტვინში აცოცხლებ და აი მაგ წერტილების შეერთებით, რომ აი არაფერი რო არ არსებობს, რაღაც წარმოდგენილი გაქვს ჩონჩხი, ბევრი სხვადასხვა სცენებით, როგორ წავიდა ამბავისად, მე აქ ქვემოთ ჩავიდა, მე ზემოთ და მე გადახტა, მე გადმოხტა და ცალ-ცალკე აკეთებ ამას და ტვინში აი რაღაცნაირად ეგრე ალაგებ, რომ როგორ შეერთდება და მთლიანი როგორ გახდეს. ეგ კიდე ცალკე სირთულე აქვს და ნუ მაგის გარდა ის რომ კამერა, რომელიც აქ არის და ხმა, რომელიც უნდა გქონდეს არც ძალიან ზედმეტი და არც ძალიან ცოტა, უნდა იყო ნამდვილი, რა, აი თვალში გიყურებს და აი წარბის მოძრაობა ჩანს და ეგრე პატარაზე თამაშობ კინოში რა. და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება თეატრში არ არის ეგრე, თან თუ დიდ სცენაზე თამაშობ, შენი თვალის მოძრაობა არ ჩანს იქ და უნდა შეძლო, რომ აი ეგ ემოცია გამოხატო დიდი მოძრაობით და სხვანაირად და ნუ თან ახლა სპექტაკლის ჟანრსაც გააჩნია და კინო პირიქით არის აპატარავებს ამ ყველაფერს და უფრო შიგნით შედის, ხო? და უფრო აი როგორ შეგიძლია რომ ვთქვათ იყოს სტატიური, მაგრამ შიგნით როგორ შეგიძლია რომ აი ამით ითამაშო და თვალის ერთი მოძრაობით გამოხატო შენი სათქმელი და ყველაფერი. ეს ძალიან საინტერესოა. რა ხასიათის და ბუნების პერსონაჟს ვერ ითამაშებდით? თუ არსებობს ეს? მე ისეთი გამომაძღარი ვარ, რომ ყველაფერს ვითამაშებდი. აი ყველაფერი მაინტერესებს, კაცის თამაშიც მაინტერესებს ისე ძალიან. ანუ აი ყველაფერს ვითამაშებდი. ეგ კი არა უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი იმ მოსამართლეებს, რომლებიც უსამართლო განაჩენებს და პროკურორებს. ეგ არის ჩემი უდიდესი ახალი ოცნება. ეს რო კინო იყოს, აი ეს უკანონო სამართალი, ან კუზიანი სამართალი, რავი, ჯოჯოხეთური სამართალი, რა ერქმეოდა, როგორ ფიქრობთ? და ვის როლს ითამაშებდით? ყველას როლს ვითამაშებდი. მაგრამ ხო, აი ეგ გმირები მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემგან ძალიან შორს არიან და მსახიობისთვის ყოველთვის საინტერესოა ვიღაცის თამაში, რომელიც რადიკალურად არ გგავს შენ და იმის აღმოჩენა რა ხდება რა, მთელი ხო მართლა ყველა სასამართლო პროცესზე ვიყავი და სულ ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, რომ აი როგორ ფუნქციონირებს რა, ანუ აი რა ხდება მის ტვინში, მე ვფიქრობდი ხოლმე რა ეკენა რო გადის რას აკეთებს და ანუ რა ადამიანია ჩვეულებრივი ისიც და იყო პატარა, მე სწავლობდა, რაღაც წარუმატებლობები ქონდა, წარმატებები ქონდა, რაღაცები აწუხებს, რაღაცები არ აწუხებს, ბრაზდება, ანუ ჩვეულებრივი ადამიანია როგორც ჩვენ და ეგრე როგორ ხდება რომ აი ამდენად სხვადასხვა მხარესაც რო თავი დავანებოთ, ანუ რეალობის გამყალბებლად როგორ შეიძლება რომ გადაიქცე, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. შენ დააკანონო და დაადოკუმენტირო შენი დანაშაულებრივი ქმედებები. ხო, აი ეს როგორ ხდება არ ვიცი და ანუ ვითამაშებდი ძალიან დიდი სიამოვნებით. რას დავარქმევდი არ ვიცი, სულ კაფკას პროცესები ტრიალებს დავში და ანუ აი ან სასამართლო შეიძლება ერქვას, ან არ ვიცი. სინდისის სასამართლო შეიძლება ერქვას, არ ვიცი. მაგრამ ეგ კინო უნდა არსებობდეს დრომოა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ გადაიქცევა ხელოვნების ნიმუშად. იმიტომ რომ ნამდვილად არის მასალა იმისთვის, რომ კინოს ხო ჭირდება შემზარავი და შემაძრწუნებელი ამბები, ისე კინო ხო რაღაცნაირად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე არის კინომ უნდა გამაბრაზოს, უნდა მანერვიულოს და ასე შემდეგ ხო. აი ესეთი ინტენსიური ცხოვრების ფონზე, როდესაც ესეთი აქტიური მსახიობი ქალი ხარ კინოში, სცენაზე, საზოგადოებრივ ამბებში, ძალიან ესეთი გადღვებილი და უცებ დგება მომენტი და ხვდები, რომ სისტემამ წაგართვა ეს მთავარი, რაღაცა ენერგიის
მთავარი წყარო, ხო? რა არის მას მერე? აი, როდესაც იმიტომ რომ ფაქტურად ისე გამოვიდა, რომ თქვენი ესეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოგგლიჯეს, ხო? გულისხმობ თეატრთან ძალიან მნიშვნელოვან სპექტაკლს შეთამაშობდით, უკვდები ისე როგორც ქვეყანა. კი. ხო, სპექტაკლი ყოველ ჯერზე სპექტაკლი რო ინიშნებოდა, ისეთი შფოთვით ვიღვიძებდი მაგ დღეს დილას, იმიტომ რომ რთული იყო ძალიან და ეხლა რაც ხდება, არ ვიცი, მე და მიშას ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს რა ვქენით, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად რა ტექსტიც არის ჩემს ბოლო მონოლოგში, მაგ ტექსტში ვცხოვრობ წელიწადზე მეტია უკვე თუ რამდენიც არის. და ცოტა საშიშია რა, რაღაც აი ძალიან ნაწინასწარმეტყველები რო გაქვს. თუმცა ეგ არის ტექსტი, რომელიც 1978 წელს არის დაწერილი საბერძნეთში. მაგრამ ხო ადამიანები ხო კაცობრიობას უერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და ისეთები ვართ, როგორებიც ვართ. რაღაცნაირი ეგეთი განცდა მაქვს რა, რომ ეხა სისტემამ წამართვა რა, სისტემამ ოჯახებს წაართვა შვილები და ქმრები და დედები და ახლობლები და თეატრი წამართვან, კინო წამართვა, ეგ იმიტომ კი არა რაღაც უბრალოდ დღეს უადგილოა რა, ესე მგონია ამ მსგავსი დამოკიდებულება, როდესაც ასეთ ტოტალურ უსამართლობაში ხარ. წამართვას გარდა რაღაცნაირი ესეთი განცდა მაქვს რა, თითქოს დავასრულე მე თვითონ. რა თქმა უნდა წამართვა და რა თქმა უნდა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ უბრალოდ სხვა გზა აღარ დაგვიტოვა, აი ისეთ ჩიხში, რომ ან მართლა უნდა გადაწვა ყველაფერი, ან უბრალოდ სხვა ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ იმის რესურსი, რომ ადგენენ და წავიდნენ, მათზე იზრუნო და მათ არ შეუქმნა პრობლემები, ან ხალხზე, რომელიც თქვა სიტყვაზე არ გეთანხმება საერთოდ შენ და ფიქრობს, რომ ყველაფერი სხვანაირად არის და გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი და მეგობრები ვართ და წლობით წლები გვაქვს ერთად გატარებული და მაგრამ აი რაღაც ის არის რა, რომ ხვდები რომ რაღაც აი მსგავსი ბინძურაში შედიხარ, მე ჩემი გამოცდილება ის იყო. ანუ სადღაც ამთავრებ რა, სადღაც რაღაც მომენტში ვთქვი რომ მე ეს აღარ მინდა. მე არ ვიქნები ამ ბინძურის სისტემის ნაწილი და ჩემ თავს მივეცი პირობა რომ აღარასოდეს ცხოვრებაში აღარ ვიქნები სისტემის ნაწილი. ანუ გულისხმობ სახელმწიფო თეატრის მსახიობი როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს და როგორც რაც არ უნდა ხდებოდეს, ამას არასოდეს აღარ გავაკეთებ. იმიტომ რომ მივხვდი რომ აღარასდროს რომ დავუშვა რომ ვიმუშაო ხელისუფლების მიერ მართულ ტელევიზიაში. რა თქმა უნდა, როდესაც სისტემა გაიძულებს რომ შენს გულწრფელ სათქმელზე თქვა, უარი ეს ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას და ეს ნიშნავს ხელოვნების მოკვლას. იმიტომ რომ ხელოვნება რა არის? რისთვის არსებობს საერთოდ? ეხა რომ რაღაც წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებენ, რომ პოლიტიკის შეტანა თეატრში თუ ანუ ადამიანს რომელსაც ნასწავლი გაქვს ეს პროფესია და გიმუშავია და გიფიქრია, წაგიკითხავს სხვა სპექტაკლები, გინახავს და შენს თავს ხელოვანს და შემოქმედს ეძახით, აი ამ წინადადებას რო ამბობ, ეს ანუ აი არ ვიცი, ისეთივე აბსურდია, როგორიც ეს სასამართლოები იყო. ანუ ტყუილია, პირდაპირ ტყუილია და პირდაპირ ნიშნავს message box-ის გაჟღერებას ჩემთვის. რთულია ძალიან, აი თითქოს განცდა არის, რომ ნოლიდან იწყებ ცხოვრებას, მაგრამ რაღაც მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავით იმით, რომ შევძელი ის, რომ პრინციპულად მე თქვა უარი იმაზე, რომ მე ვიყოფილიყავი სისტემის ნაწილი. არ ვიქნები სისტემის ნაწილი და არ ვარ. ეხლა შეიძლება საერთოდ მსახიობიც არ ვარ მოცემულ მომენტში, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ ხარ ადამიანი, მოქალაქე, მშობელი და მე ხარ ნებისმიერი სხვა პროფესია. რა შეიძლება დღეს მსახიობი ვიყო, ხვალ შეიძლება გავხდე მიმტანი, არ ვიცი. ძალიან შემოძრწუნებელი იყო ალბათ 240 ლარი რომ მოგთხოვეს. და დააბრუნეთ ეს ფული? კი, რა თქმა უნდა. დიდი სიამაყით. რაღაცნაირად ტექნიკურად და ბიუროკრატიულად სწორი იყო ამის გაკეთება და რა პრობლემა, მიირთვან. ხო. ტექნიკურად შესაძლებელია სწორი იყო, მაგრამ მორალურად ძალიან არასწორი. ნუ იცი რა არის, რა მორალზე ვსაუბრობთ? ნუ ხო, ეგეც არის. არ ვიცი, სადაც ონკმელა, ანდრო, საბა, მათე, მეორე საბა, მზია, ციხეშის ხედან, რა მორალზე ვსაუბრობთ, რომელ 240 ლარზე, ანუ სისულელია ეს ყველაფერი, ანუ
ამორალურ გარემოში ვცხოვრობთ და მაინც არ გვინდა ამის დაჯერება, იმიტომ რომ მაინც ადამიანები ვართ და მაინც პოზიტიურად ვუდგებით რაღაცებს. გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც ვართ. ხო და რაღაცნაირად მე გასწორებული მაქვს თვალი იმაზე, რომ ანუ ამორალური არის დღევანდელი გარემო და გარყვნილი ძალიან და ბინძური ძალიან. და არაკეთილსინდისიერი ძალიან და რატომღაც ვიყრუებთ და რავი ეგ მგონია რომ ზუსტად ამიტომაც არის რომ ერთ ადგილას ტრიალებთ და არაფერი არ იცვლება იმიტომ რომ რთულია რომ ამას თვალი გაუსწორო და გაიაზრო და შესაბამისად იმოქმედო მაგრამ სანამ ამას არ გავიაზრებთ არ ვაღიარებთ რომ ის ვიღაც სხვა კი არა ჩვენ ადამიანები რომლებიც ისევ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და რაღაცნაირად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენ ვართ ის იარაღი, რომელიც აი იმ ბოროტ სისტემას შესაძლებლობას აძლევს, რომ დაკანონდეს. აი ეგ მგონია მთავარი პრობლემა, რაღაც ეგრე ვუდგები მე ყველაფერს, რომ ეხლა რა თქმა უნდა არ საუბრობ პოლიტიკურ ნაბიჯებზე თუ პროტესტზე თუ რაღაცა, მაგრამ მაინც მგონია რომ სადღაც საფუძველში თითოეულმა ადამიანმა უნდა გაახელოს თვალი და სანამ სხვას შეხედავს, თავის თავს შეხედოს, რომ თვითონ მე რას ვაკეთებ დღეს. ანუ მე ხა მორალური ადამიანი ვარ, ანუ სწორად ვიქცევი, სამართლიანად ვიქცევი, აი ამაზე აქედან გვაქვს მე მგონი დასაწყები ჯერ სანამ სხვისკენ ხელს გავიშვათ. ხო, ნამდვილად. როდესაც აი ამ პროტესტის წინა ხაზზე ამანაც შეცვალა თქვენი ცხოვრება დარწმუნებული ვარ რადიკალურად, ალბათ თქვენსავე თავში აღმოგაჩენინათ თქვენი უცნობი მხარეები, შეიძლება ასე იყოს, შეიძლება არა თქვენ მითხარით, მაგრამ აი ამ წელიწადის განმავლობაში თუ უფრო მეტი ხნის განმავლობაში თან სამიზნეც გახდით პროპაგანდის, უსამართლო გადაწყვეტილებების, ალბათ დევნისაც, ასეთ დროს სად იპოვეთ ძალა, იმიტომ რომ არ არის მარტივი გასაძლები ხო, რომ ესეთ თუნდაც აი რაღაცა უცებ ერთი კვირის განმავლობაში მიზანში თქვენ ამოგიღებენ და აი პროპაგანდა გიტევს და არ არის მარტივი მართლა და ყოველთვის ვერ ვპოულობ ამ ძალას, მოდი ვაღიარებ, იმიტომ რომ მით უმეტეს როცა არ ხარ პოლიტიკოსი, კი მსახიობები ჩვეულები ვართ, როდესაც ჩენზე რაღაცებს საუბრობენ, მაგრამ როცა გემუქრებიან და გდევნიან, მაგას მიჩვეულები ნამდვილად არ ვართ. თუმცა აი ამ ძალიან რთულ ბრძოლაში აღმოვაჩინა გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ცოტა ოღონდ, ანუ ჩემ უამრავ ძალიან დიდ სამეგობრო წრეს შორის ძალიან პატარა ჯგუფი დარჩა ჩემს გარშემო და ერთმანეთის გარშემო და ეგ ის გვაქვს რაღაცნაირად რა ერთმანეთის მხარი ვართ. ხან მე შევეყუდები, ხან ის შემეყუდება და ესე რაღაცნაირად და ვაძლიერებთ ერთმანეთს რა, როგორც შეგვიძლია და მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ მაინც არის ის, რომ იცი რომ მართალი ხარ. დღეს შეიძლება სულ რო აი გაქრეს ყველა ოპოზიციური არხი, ყველა გაჩუმდეს და ყველა რაღაც მომენტში უცებ ჩემ წინააღმდეგ იყოს, მე ხო ვიცი რომ მართალი ვარ და ეგ რაღაცნაირად გაძლებინებს რა, იცი რომ სამყარო ეგრე არ მუშაობს. შეიძლება რაღაც დრო ძალიან გაგიჭირდეს, ყველა ეცადოს რომ დაგაჯეროს რომ შენ ხარ მტყუანი, მაგრამ ანუ თუ შენ პრინციპული იქნები და ამ რწმენას არ დაკარგავ, აუცილებლად სიმართლე იპოვის სინათლეს და ეგრე მე არ მჯერა მაგის რო ეგრე მდელა რა. მაგრამ რთულია, ძალიან რთულია. ეხა იმედი უფრო მეტია თუ იმედგაცრუება? ამ ბრძოლამ კიდე ერთი რამე მასწავლა. აღარ ვიჩენ იმედებს, რომ არ მქონდეს იმედგაცრუებები. თუ არც ერთი. რწმენა არის. და ტკივილი არის. ხო. რწმენა და თქვენ სწორად თქვით, როდესაც შენ თავთან მართალი ხარ, იმიტომ რომ შენ თავზე უფრო მეტად გამკიცხავე, არც არავინ არ არსებობს სამყაროში. თუ შენ თავთან ხარ კრისტალურად მართალი, უკვე არაფერი აღარ გერევა, ალბათ ეს მთავარი ძალა არის. და სულ რო სახში იჯდე და უსაქმოდ და დეპრესიაში და შუქიც არ ქონდეს, თავისუფლად ხარ, ანუ არ ვიცი რა, ჩემთვის ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. მე როცა შიგნიდან თავისუფლად ვარ და მშვიდად ვარ, გარე პრობლემების მოგვარება ბევრად ნაკლები პრობლემა მგონია, ვიდრე გარეთ ყველაფერი კარგად გქონდეს და შიგნით კვდებოდე. აი ეს ანუ აი მანდ გარჩევანს ვაკეთებ რა, ეგრე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. აი გადარჩენისთვის ბრძოლა რას გავს? იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამ მდგომარეობამ ხელისუფლებამ, რომლისთვისაც არაფერი თითქმის წმინდა აღარ არის, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ იმისთვის გაიმეტა, რომ ჩაეშვას ბრძოლაში
გადარჩენისთვის? არ ვიცი, ყოველ შემდეგ დღეს სხვადასხვაერია მართლა იმდენი რა შარშან ამ დროს სხვანაირი იყო, რამდენიმე თვის შემდეგ სხვანაირი, იცვლება სურა მოვლენებიდან გამომდინარე, მაგრამ არ მარტივდება. ძირითადად რთულდება, იმიტომ რომ წყვეტის გარეშე, არ მთავრდება და სულ რაღაცა გაუთავებელ ბრძოლაში ხარ და სადღაც იღლები, იმიტომ რომ ადამიანი ხარ. რესურსი გეცლება, ემოციურიც, ფინანსურიც, ადამიანურიც, ირგვლივ ნელ-ნელა და ძნელია, მაგრამ რავი რა, როგორც ქარიშხალში რო ხე დგას და ჭიდაობს რო არ მოტყდეს, ეგეთია. და ეს ქარიშხლების სეზონსაც ჩვევია ხოლმე გადავლა, მუდმივად ისინი არ რჩებიან. თავარი არ გაყვე ქარიშხალს. ეგ არის და იდგე მყარად და პრინციპულად. ნამდვილად, ხომ არ გიფიქრიათ მაგალითად ემიგრაციაზე? ემიგრაციაზე მოკლედ ჩემი ოჯახის ნახევარი ემიგრანტები არიან, ძალიან ბევრი წელია და მე როცა პატარა ვიყავი, მეც წავედი და ჩამოვედი და ბევრი წლის წინ ჩემ თავს უთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ემიგრაციაში წასვლა არ მომიწიოს. და მაგის გარდა, იმიტომ რომ რთულია ემიგრანტის ცხოვრება, რაც არ უნდა კარგად ცხოვრობდე და კარგად დაალაგდე, ნორმალური სამსახური ქონდეს და ნორმალურ პირობებში იყო, მაინც რთულია ემიგრანტის ცხოვრება ძალიან. ეხა ამ პერიოდში, როდესაც დგება მომენტი, როცა რეალურად ვიაზრებ, რომ მოცემულ მომენტში ჩემთან მუშაობა ალბათ არავის არ მოუნდა. შეიძლება ვიღაცას ძალიანაც უნდოდეს, მაგრამ რავი, კომერციული პროექტი იქნებოდა, რომ შეეშინდეს, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემა შეექმნას და მოერიდოს ჩემთან მუშაობას და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ამაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ესე მგონია, რომ შეიძლება სადღაც წავიდე ჩემი პროფესიით სამუშაოდ და ეს ძალიან კარგი იქნება და საინტერესო იქნება და აუცილებლად დავბრუნდე უკან, იმიტომ რომ მე ვარსებობ აქ. იმიტომ რომ იმ ბევრი წლის განმავლობაში რამდენიც რომ სტუდენტი გავხდი, მაშინ დაიწყო ვარდების რევოლუცია და მაგ დროს თვალები რომ გავახელი და დიდი ადამიანი რომ გავხდი და ქუჩაში რომ გავარდი, იმის მერე მაგაში ვცხოვრობ სულ. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რა. მე დავიბადე 80-იან წლებში, თინეიჯერი ვიყავი 90-იანებში და ეს ყველაფერი მახსოვს, საიდან ამოვედით ჩვენ და რამდენი რამე გააკეთა ჩვენმა თაობამ, ცოტა დიდებმა და ცოტა პატარებმა. აბსოლუტური სიბნელიდან და სიცარიელიდან შევქმენით ძალიან ბევრი რამე. უშუალოდ ჩემ თავზე არ ვსაუბრობ. თაობამ თაობამ ყველაზე ბევრი რამ შეძლო. ხო, კი არ ვაქებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ძალიან რთული ბავშვობის შემდეგ, ძალიან რთული ბრძოლები გამოვიარეთ. უამრავი მენტალური, სექსუალური, პოლიტიკური რევოლუციები, ბევრი გარდატეხა მოხდა ძალიან და ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი სულ და აქ ჩამოვყალიბდი და აქ გავიზარდე და აქ შევქმენი ბევრი რამე და თეატრი, მართლა მე რო პატარა ვიყავი 1000-ში ერთხელ ინიშნებოდა სპექტაკლი და 3 ლარი ღირდა ბილეთი და ჩემ თვალწინ და ჩემთან ერთად შეიქმნა თეატრი, რომელიც პოპულარულია, სერიალები, რომელიც თავიდან არ არსებობდა და მე პოპულარული გახდა, ქართული კინო, რომელიც ნელ-ნელა ფეხზე დადგა, უამრავი რამე, ფესტივალები, ღამის ცხოვრება, კლუბები, ამ ყველაფრის მონაწილეები ჩვენ ვართ და თუ უშუალოდ ორგანიზატორი ან მაგ პროფესიის არ ხარ, ის რომ შენ მიდიხარ და ვთქვათ ან მაყურებელი ხარ, ან მომხმარებელი ხარ, სხვადასხვა იმის კინოში დადიხარ თუ კლუბში დადიხარ თუ ფესტივალზე თუ რაღაც, შენც მონაწილე ხარ ამ ყველაფრის, ეს რაღაც ჩვენ გავაკეთეთ და რო ვფიქრდები ხოლმე რომ ეხა ეს ყველაფერი რო ვიცხოვრე და ეხა რო წელს გავხდი 40 წლის და ეხა უნდა ავდგე და სადღაც წავიდე, არ მინდა რომ წავიდე. და რატო უნდა წავიდე, თან სამშობლოს მიტოვება გავს, რაღაც ლოგინად ჩავარდნილი მშობლების მიტოვება. ხო, რაღაც რა მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მიყვარს აქაურობა, კაცო, მიყვარს ამ დამახინჯებული ქალაქის ყოველი კუთხე და კუნჭული და თუ კი რამე მაბრაზებს და ნერვებს მიშლის, ეს არის რაღაც პოლიტელიტა და რაღაც ხალხი, რომლებიც დაბნელებული აქვთ ამ რაღაცა იმეებისგან, ეგ არის რაც ნერვებს მიშლის და მაბრაზებს, თორე ამ ქალაქმა რა დამიშავა, ამ ულამაზესმა ქვეყანამ, რომელიც სინამდვილეში ძალიან ცოტა ხალხს უყვარს, ესე მივხვდი. ხო, იმიტომ რომ სადღეგრძელოებს თვამენ და მე ნაგავს იქვე ყრიან. არავინ არ ფიქრობს, დღეს უყურე მაგალითად ინტერვიუს, სადაც საუბრობდა, არ მახსოვს სახელი და გვარი სამწუხაროდ, ინჟინერი კაცი.
აი ამ მაშინ რა ქვია ხარაგაულის რაიონში და გვირაბები როგორ ააშენეს, ანუ საერთოდ რა ხდება იქ ეს მეწყერი, რაც ხდება ეს სოფლები რო განადგურდა და აი ეგეთ რაღაცებზე რო ვფიქრდები, მან ხვდები რომ ეს ქვეყანა ძალიან ცოტა ხალხს უყვარს სინამდვილეში და ეს არ არის ის ხალხი, ვის ხელშიც არის ძალაუფლება. და ეგ ძალიან სამწუხაროა. ნამდვილად. დასასრულს ახლა ესეთი კითხვა დამებადა თავში, თქვენი საუბრიდან გამომდინარე. თქვენ თქვით, რომ აი ამ უსამართლო სამართალზე საინტერესო კინო გამოვიდოდა მომავალში და არის კიდევაც კინოსცენარისტის კარგი მასალა. ისიც თქვით, რომ ყველა როლი გაინტერესებთ, მათ შორის კაცის. ბიძინეონიშვილს ითამაშებთ დიდი სიამოვნებით. აი, უდიდესი სიამოვნო, ვინმე მეიკაპ არტისტი თუ მაგას თავის თავზე აიღებდა, რომ მე ვიზუალურად დამამსგავსებდნენ, უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი. აი, ეგ იქნებოდა ჩემი ცხოვრების როლი მართლა. ოღონდ მე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო იყო.